ყველაზე დახურული უწყება მომავალი კვირიდან რუსთავი 2-ის მაყურებლისთვის გაიხსნება პროექტი, რომელსაც სატელევიზიო სივრცეში ანალოგი არ გააჩნია. პირველად მაყურებელი ნახავს, როგორ მუშაობენ პროკურორები რეალურ საქმეებზე და როგორ იღებენ ხშირ შემთხვევაში რთულ გადაწყვეტილებებს. პროკურორების რეალური შოუს პირველი ფილმი ეთერში მომავალ სამშაბათს გავა. ეს გახლავთ დაკითხვების და შეხვედრის ოთახი, სადაც ყოველდღიურად ხდება დაზარალებულებთან და მოწმეებთან შეხვედრა. ეხლა მივდივართ პროკურორების და გამომძიებლების სტანდარტულ სამუშაო ოთახში, რომელიც იყო გადაღების ერთ-ერთი მოედანი, რომელიც დიახ გახდათ გადაღების ერთ-ერთი მოედანი. მოგზავნით, გამარჯობათ, მოგიტყორეთ. ექსკურსია თბილისის პროკურატურაში ქალაქის ტურისტულ მარშრუტებში აქამდე არ შედიოდა. გასართობი და კულტურულ-რეკრეაციული ფუნქცია მას ამჯერადაც არ ექნება, თუმცა ყველაზე დახურული უწყების კარი რუსთავი 2-ის გადასაღებ მოედნად იქცა. საქართველოს პროკურატურა და რუსთავი 2 წარმოგიდგენთ. სატელევიზიო პროექტი სახელწოდებით პროკურორი 10 რეალური საქმით მოგითხრობთ 10 დოკუმენტურ დრამაზე ადამიანების შესახებ. ესაა საუბარი თავისუფლების ფასზე და არა მარტო თავისუფლების აღკვეთაზე. ესაა რეალური ტრაგედიები, ესაა რეალური დრამა, რომელიც ჩვენ თვალწინ განხორციელდება 1 საათის განმავლობაში. ესაა ფილმი ბევრ სხვადასხვა ადამიანზე, ბევრ ღირსეულ ადამიანზე, ესაა ფილმი შეცდომებზე, ესაა სიმართლეზე, მაგრამ ესაა ფილმი ერთ უზენაესზე, კანონზე. კანონის სახელით ამ სატელევიზიო პროექტში პროკურორები საუბრობენ. ყოველ საქმეს ისინი გვიჩვენებენ პირველი ეპიზოდიდან, ბარათის შევსებიდან, პირველი დაკითხვიდან განაჩენის გამოცხადებამდე. ამ პროექტის მიზანი არის პროკურორის პროფესიის პოპულარიზაცია, რათა დავანახოთ, რომ პროკურორი არის ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც აქვს ისეთივე განცდები და ემოციები, როგორც ნებისმიერ სხვა მოქალაქეს. ჩვენ ვიცით არაჩვეულებრივად რა არის საზოგადოების საზრუნავი, ვინაიდან ჩვენ საზოგადოების იგივე წევრები ვართ და ჩვენ მუდმივად მაჯისცემაზე გვაქვს საზოგადოებისა დადებული ხელი. გარდა ამისა, გადაცემის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთვალა პროკურორის პირად ცხოვრებას, მის ოჯახურ ცხოვრებას, ცოლ-შვილთან ურთიერთობას, რაც არის ასევე ჩვენთვის ყველაზე პრობლემური ნაწილი, ალბათ, ვინაიდან სამსახურს და საზოგადოებრივი ინტერესის დაცვას მიაქვს იმდენი დრო, რომ აღარ რჩება უკვე დრო რაღაცა პირადი კომფორტისთვის ან პირადი გართობისთვის. პირველი სერიის გმირი ვახტანგ გიაშვილია. როდესაც ანტიკორუფციული საგამოძიებო სამსახურის უფროსი და თბილისის პროკურორის მოადგილე თავის კარიერას იწყებდა, ზუსტად იცოდა, რომ კამერაში დამნაშავეების გაშვება მოუწევდა, მაგრამ თუ კამერაში თვითონ მოხდებოდა, სატელევიზიო კამერის ობიექტივში არასოდეს უფიქრია. მით უმეტეს არ დაუგეგმავს, რომ გადაღებები მისი სამუშაო გარემოდან პირად სივრცეშიც გადაინაცვლებდა. არასოდეს ამაზე არ მიფიქრია. ძალიან საინტერესო. ამასთან ერთად ბევრი ესეთი გარემოება იყო, რასაც დავუშვათ ჩვეულებრივ სიტუაციაში არც ვიფიქრებდით, იმიტომ რომ ჩვენ პროკურორები როგორც წესი ვიღებთ მონაწილეობას სასამართლოში, აქ ხდება სატელევიზიო გადაღებები და უეცრად მოხდა ისე, რომ ჩვენ ვიღებდით მონაწილეობას როგორც ფაქტობრივად გარკვეულ დოკუმენტურ ფილმში. რეალური ისტორიების 10 მთავარი თემა, 10 ყველაზე გახმაურებული საქმეა. შემთხვევები, რომლებზეც საუბრობდნენ საინფორმაციო გამოშვებების პირველ რეპორტაჟებში და პერიოდული პრესის პირველ გვერდებზე. ნიკო ფიროსმანის დღემდე უცნობი ტილო ქვეყნიდან გატანას გადაურჩა. ნიკალას ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი პროკურატურიდან ეროვნულ მუზეუმში გადაიტანეს. ამჯერად მაყურებელი რეალურ დეტექტივში სხვადასხვა გახმაურებული თუ აქამდე უცნობი საქმეების გამოძიების თვითმხილველი და უშუალო მონაწილე ხდება. თვალს ადევნებს მთელ პროცესს და ბრალდებულთან, დაზარალებულთან და მისი დაცვის მხარესთან ერთად სასამართლო განაჩენს ელოდება. ფიროსმანის მეორე დაბრუნებას. თუმცა მთელი ამ დეტექტივების ფონზე მთავარი მაინც არის არა დამნაშავეს საიდუმლო, არამედ ის, რაც აქამდე საიდუმლოდ რჩებოდა ბრალმდებელის ცხოვრების შესახებ. მაგრამ უეცრად მომიწია დაბრუნება საქართველოში. ეს გამოიწვია იმან, რომ დეეჩემი გახდა მძიმე დაავადდა და შემოდგომაზე ის გარდაიცვალა. ეს იყო სახსნელად არ ჭირდება რა არის შვილისთვის. რუსთავი 2-ის სატელევიზიო პროექტის გმირები თავისი ბრალდებებით, ეჭვმიტანილის ალიბებით, მტკიცებულებებით, დევნითა და განაჩენით ყველა მნიშვნელოვანი დეტალით გვიყვებიან შეკვეთილი და საყოფაცხოვრებო კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების, თაღლითობის, სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და ტერორიზმის შესახებ. 10 საქმიდან ერთ-ერთს საიდუმლო გრიფი ტელეეთერის წინა ეხსნება. რასაკვირველი კითხვებს წარმოშობს ეს ყველაფერი და რუსთავი როგორც წესი ამ კითხვებს არასდროს არ გაურბოდა სტერილურ გადაცემებში.
რომლებიც ჩვენ არასდროს არ ვაკეთებთ, აუცილებლად უნდა იყოს გამომწვევი საზოგადოებისათვის, რაც ხელის დაბანის თემა არ უნდა იყოს, ჩვენ უნდა გაგვაჩნდეს პოზიცია, ჩვენ ამ ყველაფერს უნდა შევხედოთ, ჩვენ უნდა გაგვაჩნდეს პოზიცია კონკრეტულად კრიმინალთანაც, სამართალთანაც, კანონთანაც და ჩვენ ეს უნდა გავაანალიზოთ. ანუ ჩვენ ამას შევთავაზებთ მაყურებელს. ეს მიმართულება როგორც ის არის სახალხოობა და ზუსტად ამან გვიბიძგა პროკურატურასთან, საქართველოს პროკურატურასთან ერთად ჩაგვეტარებია ეს პროექტი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ღიად გვეჩვენებია ეს სახეები და ეს სამუშაო, რომელსაც ატარებს თქვათ ეს მომავალი კვირიდან რუსთავი 2 წარმოგიდგენთ სატელევიზიო პროექტი პროკურორი, 10 კრიმინალური დრამა და მისი 10 გმირი. ჩვენ გვაქვს უფლება ვიცნობდეთ მას, ვინც კანონისა და მოქალაქეთა სახელით გამოდის.